ეთერში ახალი 6 სტუდიაში თინა ბეგიაშვილი მუშაობს. გამარჯობა. პაკისტანში მყოფ ქართველ ალპინისტებს უახლოეს საათებში ისლამაბადში გადაიყვანენ ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი. ექსპედიციაში იმყოფებოდნენ ნანგა პარბატის 8000 მწვერვალზე უნდა ასულიყვნენ, თუმცა ალპინისტებზე თავდასხმა მოხდა, რა დროსაც პაკისტანელმა თალებებმა 9 ალპინისტი და გიდი მოკლეს. მათგან 5 უკრაინელი ბიძინა გუჯაბიძისა და აფი გიგანის თანაგუნდელი იყო. ქართველმა ალპინისტებმა თავდასხმის შემდეგ მიიღეს შეტყობინება, რომ სასწრაფოდ საბაზო ბანაკში დაბრუნებულიყვნენ. ბიძინა გუჯაბიძე ოჯახის წევრებს სატელიტური ტელეფონით დაუკავშირდა. ბაისო გუჯაბიძის თქმით, ქართველი ალპინისტები ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. როდის გამოიმგზავრებიან, ისინი სამშობლოში ჯერჯერობით უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა სამხედრო დაჯგუფება ჯუნდულამ აიღო. Spirit დაახლოებით საათის ვიდეო ამ უბედურების შესახებ ისინი იყვნენ აფისთან ერთად იყო მეორე ბანაკში და მხოლოდ ინფორმაცია ჰქონდა რომ რაღაცა მოხდა საბაზო ბანაკში. ეხლა უკვე დაშვებულები არიან დაბლა აფისთან ერთად და ხელმძღვანელებთან ერთად საბაზო ბანაკში არიან, სადაც რამდენი დღეს ზუსტად გუშინ გამთენიეს 11 ადამიანი დახვიდეს. როგორც ბიძინამ გითხრა, ექსპედიცია შეწყვეტილია და ყველა ალპინისტი უახლოეს ხანებში დატოვებს საბაზო ბანაკს და დაბრუნდებიან სახლებში. საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში აღმოჩენილ ფარულ ვიდეო ჩანაწერებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და საქმეში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გორში ღვინის ფესტივალზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, იარაღის საწყობები მისი ნებართვით მოეწყო, სადაც არანაირი ვიდეო ჩანაწერები არ არსებობდა. ასეთ ქმედებას წინა ხელისუფლების დროს ინტენსიური ხასიათი არ ჰქონდა, თუმცა დამნაშავეები აუცილებლად უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ, განაცხადა პრეზიდენტმა. ჩვენ გავაკეთეთ დაცვის ხაზები, განსაკუთრებით დედაქალაქის გარშემო. ჩვენ გავაკეთეთ მართლაც იარაღის საწყობი ეს ხო ჩემი დავალება. სამეგრელოს გულისხმობ ბატონო. მთელ საქართველოს სადაც იმ ტერიტორიას რომელიც ჩვენ ვაკონტროლებთ, ჩვენ ყველგან გავაკეთეთ იარაღის საწყობი, ხა კონკრეტულად მე ნამდვილად ესენი დაცვის ხაზები ნანახი მაქვს, ეს ჩვენი გამაგრებები ნანახი მაქვს. ხა იარაღის საწყობი მომიტევით, მაგრამ ნანახი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ნებართვა აქვს მიცემული რომ გაგოკეთებია, იმიტომ რომ ხელახალი აგრესიის განახლების პირობებში ჩვენ არ უნდა ყოფილიყავით ისეთი დაუცველი, როგორც ჩვენი ინფრასტრუქტურა იყო 2008 წელს. თავისთავად იარაღის საწყობები რო კეთდებოდა, ამაში არც არაფერი ახალი არ ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის, არც თავდაცვისთვის არ არის. იარაღის საწყობებში ვიდეო კადრები რო არ იყო, ეხლა მე მგონი ყველა ხვდებით. აიდან აღმოჩნდა თქვენი აზრით ეს ვიდეო? ეს ეხლა რაც შეეხება ამ კგბ-ს მეთოდებს, მე ამას სხვა თემა, მაგრამ მეორე საკითხია. რა თქმა უნდა, თუ ვინმე ხელი წაუწდა კრიმინალზე, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს. ჩვენ ქვეყანაში ეხლა იმის ლაპარაკი, რომ მასობრივად ან ბევრი რაოდენობით ხალხს ესეთ რაღაც ხედავ, ხა ჩვენ ხო ყველა ამ ქვეყანაში ცხოვრობთ. ეხლა მართლა სიცრუეში ხო არ ცხოვრობთ ჩვენ ქვეყანაში, ორი ფეხი გვედგა მიწაზე. საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრემიერ-მინისტრის მიერ ესტონური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა, სადაც პრემიერ-მინისტრი საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საუბრობს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთებამდე პოლიტიკოსებს უფრო მეტი დაფიქრება მართავთ. საერთოდ პოლიტიკა არ არის საბავშვო ბაღი და ძალიან სერიოზული რაღაცა არის. პოლიტიკა უკავშირდება ადამიანის ბედს, უკავშირდება საქართველოს ძელვადიან განვითარებას, საქართველოს მომავალს, ჩვენი ოჯახების, თითოეული ოჯახის განვითარებას, გადარჩენას, აწყოს და ყველაფერს რაც მათ ეხება. საერთოდ ყველას მინდა მოუწოდო, რომ ყველაფერს მიუდგეთ ძალიან სერიოზულად. პრემიერ-მინისტრის განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადადგომის შესახებ ქართველი ექსპერტები და პოლიტოლოგები ეხმაურებიან. ექსპერტების ნაწილი უკვე საუბრობს იმაზე, თუ ვინ გახდება საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე კი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს დასავლურ კურსთან. წინასწარ შესწავლა საზოგადოებრივი აზრის და პრევენცია რისკების, რაც მისამნაფით შეიძლება მოყვეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის აბსოლუტურად გამართლებული და თავის მხრივ შორს მჭრეტელი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ნაბიჯი. თუ კი ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენ მივიღებთ სრულიად სხვა პოლიტიკურ რეალობას, ისეთ როგორიც არის დაუშვათ თანამედროვე ევროპაში ან ამერიკაში, როდესაც ერთი პოლიტიკური ფიგურა არ არის გამსაზღვრელი ქვეყანაში სტაბილურობის ან დესტაბილიზაციის. თუ თქვა ოცნების კანდიდატი იმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩემთვის ყველაზე მისაღები კანდიდატურა გახლავთ ბატონი ირაკლი ალასანიას კანდიდატურა. იმიტომ რომ ბატონი ირაკლის გააჩნია აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება, ეხა ნაკლებად არის ის ჩახედული თქვა ეკონომიკურ საკითხებში, თუმცა გარკვეულწილად როგორც მენეჯერმა მან რამდენჯერმე თავი გამოიჩინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონურ გამოცემა Post Times რუსულ ენოვან ვერსიასთან ექსკლუზიური ინტერვიუში განცხადება გააკეთა. მალევე პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ, როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, სულ რამდენიმე დღით დავრჩები. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენ შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მაქვს მოსაზრება იმის თაობაზე, თუ ვის შეუძლია დაიკავოს ჩემი ადგილი. მე არ მსურს, რომ ფსონი მუდმივად ერთ ადამიანზე კეთდებოდეს, ვინაიდან ეს ცუდი იქნებოდა პოლიტიკისთვის საქართველოში. ზემოთ აღნიშნული სამი თანამდებობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯერა რომ ამ თანამდებობებს სუფთა ხალხი დემოკრატები დაიკავებენ, საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაც. ახლანდელი მოსამართლეები სააკაშვილის მიერ არიან დანიშნული და ასევე თავისუფალი მასმედია. ახალი სისხლია საჭირო, განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ქვეყნის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მავთულხარდების გაბმის განახლების შესახებ საქმის კურსში მაქსიმალურად ჩაეყენებინა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, შემაშფოთებელია, რომ მოქალაქეებს საკუთარი ეზოებიდან იტაცებენ. მისივე განმარტებით, მსგავსი პროცესები აბსოლუტურად გაუგებარია და ბევრ კითხვას პადებს. იმისათვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩაგვეყენებინა საქმის კურსში, მაქსიმალურად ავწიეთ ეს თემა და ის დაპატიმრებები ეზოდან გაყავთ ზოგიერთი მოქალაქე ახლო მცხოვრებები და შემდგომ 2-3 დღის განმავლობაში ხდება მათი დაკავება და შემდგომ გამოშვება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. ჩვენ მაქსიმალურად ავწიეთ ეს თემა და გავაგრძელებთ კიდევ კვლევას, რატომ ხდება ეს და საიდან მოდის. აი დაახლოებით ესე, მაგრამ არ მინდა რომ ისტორიკებში ჩავარდეთ ამას ბარობაზე და ამაზე მაღლა ავწიოთ ეს თემა და გავაკეთოთ უფრო მკაცრი განცხადებები, რამე თუ ბოლომდე უნდა გაირკვეს, საიდან და ვის უნდა ეს. რუსთავში სალმონელოზით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა. რუსთავის მეოთხე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები სალმონელოზით სავარაუდოდ გუშინ ქუთაისში ექსკურსიაზე ყოფნისას დაავადდნენ. რუსთავის ინფექციური საავადმყოფოს ექიმების თქმით, ამჟამად პაციენტთა მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რუსთავის ინფექციურ საავადმყოფოში დღეისათვის 15 მოსვლიდან 6 გაწერილია, რაც შეეხება მოზარდებს. 13-დან საავადმყოფოდან მხოლოდ 2 გაწერეს. დანარჩენებს ჯერჯერობით სტაციონარული მკურნალობა უტარდებათ. 15 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზირებული, დღეისათვის 6 პაციენტი უკვე გაწერილია, დანარჩენი პაციენტებიც ემზადებიან გასაწერად. ისინი დღის ბოლომდე გაეწერებიან განყოფილებიდან, მდგომარეობა ამ ეტაპზე სულ ყველაზე სტაბილურია, ცხელება არ არის, ინტოქსიკაცია მოიხსნა, თუმცა რჩება გარკვეული დისკომფორტი კუშუნთალის ტრაქტის მხრივ, მაგრამ ეწერებიან ამბულატორიულ მკურნალობაზე, ამბულატორიულად ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ყველა პაციენტის მდგომარეობა ასეთი სტაბილური არის. ფოჩის ზღვის სანაპიროდან გაუჩინარებული 15 წლის ირაკლი ბედიას ცხედარი ზღვამ გამორიყა. სამაშველო ჯგუფებმა ცხედარი გამთენიისას ფოთის სანაპიროსთან შენიშნეს. ირაკლი ბედია ფოთის სანაპიროდან 20 ივნის 17 საათზე გაუჩინარდა. თვითმფრინავები მოზარდის ზღვაში შესვლის ფაქტს ადასტურებენ. 3 დღის განმავლობაში სამხედრო ოპერაციებს ჩინებან საქმეთა სამინისტროს პუნქტავები და აჭარის სამაშველო სააგენტოს ბრიგადები აწარმოებდნენ. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მოტივტივე სხეული, რომელიც აღმოჩნდა ჩვენ მიერ ცებნილი ირაკლი ბედიას ცხედარი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა საგამოძიებო ღონისძიების შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქე 1958 წელს დაბადებული ქალბატონი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას დაკავებული სხელჩანთიდან 86 გრამამდე ჰეროინი ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე თბილისში დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 85 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1959 წელს დაბადებული პირის ცეცხლსროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ ფხენიში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ცეცხლსროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. გამოძიება ცეცხლსროლი იარაღის საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართ საწინააღმდეგო შეძენა შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
193,000-მდე ჰექტარი მოხნული მიწა და 7,800-მდე სასოფლო-სამეურნეო ბარათის სოფლის მეურნეობის საგაზაფხულო პროგრამა, რომელშიც 3,500-მდე სოფელი იყო ჩართული დასრულდა. პროექტის ფარგლებში დამუშავებული მიწის ნაკვეთები, რეაბილიტირებული სარწყავი არხები და იაფი აგროკრედიტით დაწყებული საწარმოების მშენებლობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა. რა სამუშაოები ჩატარდა რეგიონებში 5 თვის განმავლობაში და რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა, ნახეთ ნინო ქავთარაძის რეპორტაჟი დასავლეთ საქართველოდან. საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის 5 თვის შედეგები ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავად გაგვაცნო. შალვა ფიფია დასავლეთ საქართველოში ორდღიანი მედიატურის დროს ჩვენთან ერთად შეხვდა ათეულობით ადამიანს და დამუშავებული მიწის ფართობები დაათვალიერა. ასევე იმ მაღაზიებსაც ესტუმრა, სადაც მიწის მესაკუთრეებმა სასოფლო სამეურნეო პროდუქცია 100 ლარიანი ბარათებით შეიძინეს. პროექტის ფარგლებში მცირემიწიანმა ფერმერებმა 39 მილიონი ლარის ღირებულების ინვენტარი და 82 მილიონი ლარის სასუქი, პესტიციდები და სათესლი მასალები მიიღეს. აქ იყო ინდივიდუალური მიდგომა, ადამიანი იყო მთავარი, გლეხი იყო მთავარი, ამ პროექტის ბენეფიციარი, 700,000 ადამიანზე მეტმა მიიღო პირდაპირ დახმარება ამ პროექტით. თქვენ ნახეთ აქ ამოვით, აქ 1000 ჰექტარზე მეტია გარშემო და მთლიანად დამუშავებულია და დათესილი არის სხვადასხვა კულტურა და ეხლა ვესაუბრე მე ფერმერებს და ისინი ძალიან კმაყოფილები არიან ამ პროგრამით. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამას რაღაც გარკვეული ხარვეზები ჰქონდა და ის იყო დაკავშირებული თელ რიგ საკითხებთან, მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული პროგრამა. ამ პროექტმა რეალურად მიცა საშუალება ხალხს იმისა, რომ დაბრუნებოდნენ სოფელში. პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში 57 საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა, სადაც აგრონომები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ადგილობრივ ფერმერებს ეხმარებიან. მოსახლეობის თქმით, პროგრამის ფარგლებში 15-20 წლის დაუმუშავებელი მიწებიც მოხნეს. დამუშავდა ყანები, ეს თანხავით ვისაც შევიძინეთ სასუქი, თუ ვისაც დარჩა ცოტა თანხა სასუქი და სხვადასხვა სამეურნეო იარაღი შევიძინეთ და ერთი სიტყვით უკმაყოფილი ვარ, ერთი არ ამათ ამ პროგრამის კმაყოფილი ვარ. წლევანდელი წელიწადი ნამდვილად კარგი იყო ფერმერებისთვის. სასოფლო სამეურნეო ბარათები ძალიან წაგვეხმარა. მოხნა, დადისკვა, დათესვა, სასუქები, რაღაცები შევიძინეთ. ჩვენთვის ეს ბევრი რამე იყო. მედიატურის დროს რეაბილიტირებული ტაშისკარის მაგისტრალური არხიც დავათვალიერეთ, რომლითაც 7500 ჰექტარი მიწა ერწყმება და 25 სოფელი წყლით მარაგდება. სამინისტროს ინფორმაციით დღემდე გაწმინდეს და შეაკეთეს 680 კილომეტრი მაგისტრალური არხი, ასევე 3000 კილომეტრზე მეტი სხვადასხვა დონის გამანაწილებელი და დამშრობი სისტემების არხები. 2013 წელს სარემონტო სამუშაოები 159 ობიექტზე დაიწყო და აქედან 142 უკვე დასრულებულია. წელს ჩვენ სარწყავ სეზონამდე მოვახდინეთ დაახლოებით 6 კილომეტრი მაგისტრალური არხის წმენდა, შესაბამისად გამანაწილებელი მაგისტრალების წმენდა. საომავლო ჩვენ პროგრამაში გვაქვს, რომ ეს მოღვაწეობა შესაბამისად გავაგრძელოთ და პრაქტიკულად აქ არ დარჩება მოურწყავი არც ერთი გოჯი მიწა. სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება შეღავათიანი აგროკრედიტია, რომელიც მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის 0-დან 8-მდე საპროცენტო განაკვეთით გაიცა. მინისტრი შალვა ფიფია სოფელ ვარიანში მცხოვრებ გიორგი ყანჩავალს შეხვდა, რომელმაც $316,000 აგროსესხი 1%-იანი განაკვეთით გამოიტანა. ფერმერი საკალმახი მეურნეობის გაფართოებას გეგმავს და უახლოეს თვეებში მოგების გასამაგებას ელოდება. სახელმწიფოდან მივიღეთ დაბალპროცენტიანი სესხი, რომელიც გვინდა რომ გავზარდოთ. აქამდე ვამუშავდით წელიწადში 80 ტონიდან 100 ტონამდე, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ეს საკალმახი გავზარდოთ და წლიური 300 ტონამდე ავიყვანოთ. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ამ დრომდე 36 მილიონ ლარამდეა გაცემული. მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი კი მთლიანობაში 195 მილიონი ლარი დაჯდა. პროგრამის ფარგლებში დახმარება 708,000-მდე მიწის მესაკუთრემ მიიღო. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, ეს მხოლოდ დასაწყისია და მთავრობა ამ სფეროში სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებასაც გეგმავს. საქართველოს პოსტის თანამშრომლები ატესტაციას და ტრენინგებს ონლაინ რეჟიმში გაივლიან. ამის შესახებ საქართველოს პოსტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ლევან ჩეკვაიძის თქმით, დღეს ატესტაცია ონლაინ რეჟიმში ბათუმის, ფულოს, დედოფლის წყაროს, ქარელისა და რუსთავის სერვის ცენტრების უფროსებს ჩაუტარდათ. ტესტირების შედეგებს კი საქართველოს პოსტის სათავო ოფისიდან აკვირდებოდნენ. გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს პოსტის ხელმძღვანელობა იმხოთ თანამშრომელს, რომლებაც წინა ტესტირების ბარიერი ვერ გადალახეს, ონლაინ რეჟიმში ხელმეორე ატესტაციის საშუალებას აძლევს.
დღეს ჩვენ გავუმარტივეთ ჩვენს თანამშრომლებს საპროცედურების გატარება და დავნერგეთ ონლაინ როგორც ტრენინგი, ასევე ატესტაცია. დღეს გვაქვს სახეზე როგორც ჩაუტარდებათ ატესტაცია აქედან ჰედკვოთერ ცენტრალური ოფისიდან, როგორც ჩაუტარდებათ გურიაში, აჭარაში, კახეთში და ასე შემდეგ სხვადასხვა რეგიონებში ერთდროულად. ამის შემდეგ ვიმეორებ მიიღება გადაწყვეტილებები პოზიციის შეცვლის შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა ლოცვა აღევლინა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლი დალოცა და სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. დღესვე ეკლესია სამებობასა და ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს. წირვაზე აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ რამდენიმე გვარი და სკოლის მოსწავლეები დალოცა. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. მადლი ყოვლადწმინდისა სამებისა ფარვიდეთ ჩვენდა საქართველოს. ამინ. ჩვენის დღეგრძელობით. დღეს არის დიდი ჩვენი დღესასწაული, წმინდა სამების დღე. ტაძრის დღესასწაული. მამა, ძე და სული წმინდა ფარვიდეთ ახალქის სპორტი 23 ივნისის საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნული დღე მსოფლიოს დაახლოებით 200 ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით მარათონი გაიმართა. მარათონმა სტარტი ფილარმონიასთან აიღო და მშვიდობის ხიდთან დასრულდა. მარათონში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა. ძალიან კარგია, რომ ყველა ფედერაცია ჩართულია, ყველა რაღაც თავის პატარა სპორტული შეჯიბრი ხალისი მოაწყო, კალათბურთს თამაშობენ, იქით პინგ-პონგი იყო, კიდე რაღაც სხვადასხვა სახეობები და მისასალმებელია, რომ სპორტსმენები, მოყვარულები, დიდები, პატარები ყველა ჩართული ვართ და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ალბათ ეს დღე და მანამდეც წინა წლებში და მომავალი წლებიც 2015-მდე, რომ ეს გზავნილი რომ ყველა ჩავერთოთ 2015-ში და ღირსეულად უმასპინძლოთ ამ ხალხ ფესტივალს. საქართველოს დიდი ხანია შეუერთდა მოძრაობას, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ადრინდელს თუ შევადარებთ, ეს იყო ყველაზე მასობრივი გარბენი და ამაში თქვენს ჟურნალისტები და თქვენი კოლეგებიც დამომეწმებიან, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და ეს ძალიან კარგია, ეს გვახარებს პირველ რიგში ორგანიზატორებს. ცოტა გამიჭირდა, ვერ ვიტყვი რა გამიჭირდა, მაგრამ ძალიან კარგი იყო. ეს არის დღესასწაული. საქართველოს ზეიმობს დღეს, ჩვენ ოლიმპიური ქვეყანა ვართ, რომ ვიტყვიან, ძალიან ბევრი წარმატებული სპორტსმენი ყავს და ჩვენ შევუერთდით სოფლიო მოძრაობას ოლიმპიური თამაშების და აქ დღეს 190 ქვეყანაშია ზეიმი და საქართველოს შევუერთდა ამას. კალათბურთის ფედერაციის არჩევნებში კანდიდატობის შესახებ განცხადება მიხელ ახვლედიანმა გააკეთა კალათბურთელთა კავშირის თავმჯდომარე საპრეზიდენტო კანდიდატად გურამ მინაშვილმა და ზურაბ საკანდელეძისა და მიხელ ქორქიას ოჯახის წევრებმა წარადგინეს. კალათბურთელთა კავშირის წევრები ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობისგან წესდებაში ცვლილებებს მოითხოვენ. მიხელ ახვლედიანის თქმით, ფედერაციის წესდება წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანოს, სახელმძღვანელოსა და საქართველოს კანონმდებლობასთან და ხარბეზები არჩევნებამდე უნდა გამოსწორდეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ჩვენ ეს მაგალითი უნდა მივცეთ საკალათბურთო საზოგადოებასა და ზოგადად სასპორტო საზოგადოებას, რომ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და როგორც მოვალთ, ასევე როდესაც მოუწევს დრო, მაშინ წავალთ, დავტოვებთ. ჩემს გვერდით მე ვსარგებლობ შემთხვევით არიან მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელეძის ოჯახის წევრები და მე მინდა მათ მადლობა მოუხადო და პირადად მე ამ წინასაარჩევნო კამპანიას და მთელ ამ მოძრაობას უძღვნი მათ ხსოვნას. ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება, რომ მიშა ახვლედიანის გვერდზე ვიდგე, იმიტომ რომ მე ვიცი მას რამდენად უყვარს კალათბურთი და რამდენად სწორი მენეჯმენტით იგი შეძლებს კარგი შედეგების დადება ჩვენი ქვეყნისთვის. სასურველი იქნება თუ სახელმწიფო ჩაერთვება, კი არ ჩაერევა, არამედ ჩაერთვება ამ წესდების განხილვაში. აქედან ჩვენ მივწერეთ უკვე ფედერაციას წერილი, ჩვენ სახელმწიფოსაც მივწერეთ წერილი, რომ ჩაერთოს და ცოტა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში ვიმუშაოთ, იმიტომ რომ არჩევნები არის რამოდენიმე თვეში და დაალაგდეს ის ძირითადი საკითხები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის, რომ ყრილობას დაუბრუნდეს თავისი ლეგიტიმური უფლებები, გამგეობას ჰქონდეს თავისი უფლებები და წევრები, კრიტერიუმები შეირჩეს FIBA-ს რეკომენდაციების გათვალისწინებით.
გამოშვებას კულტურის ამბებით ვაგრძელებთ. საქართველოში მუმიდროლი ჩამოვიდა ცნობილი რუსული ჯგუფი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ ოაზისში. მთავარ ჰედლაინერის სტატუსით მონაწილეობს. მუმიდროლი მცხეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კონცერტს დღეს ღამის 12 საათზე გამართავს და მსმენელს საათნახევრიან რეპერტუარს წარუდგენს რუსული ჯგუფი საქართველოს ხვალდატობებს. დღეს 23 ივნის არის მეორე დღე ოაზის ფესტივალი, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დღეს გვეწვია ჯგუფი მუმიდროლი, მისი სოლისტი ილიანა გუძენკა, რომელიც საათნახევრიან კონცერტს გამართავს დღეს, ეს იქნება 12 საათზე ღამის, მაგრამ მანამდეც არანაკლებ საინტერესო პროგრამა გვაქვს, ეს არის სანსეი, უკრაინული ჯგუფი, ეს არის ძერჟინსკი, ძალიან კარგი, ძალიან მაგარი ჯგუფი უკრაინიდან, ქართული შემსრულებლები, სალიო, კაკოე, ასე რომ დღესაც ძალიან დატვირთული საინტერესო პროგრამა გველის ოაზის ფესტივალის ფარგლებში. ღია ცისქვეშ კონცერტების ორთვიანი სერია დასრულდა. თბილისის მერიის ორკესტრმა ბიგ ბენდმა დღეს დასკვნითი კონცერტი მთაწმინდის პარკში მოაწყო. თბილისის მერიის ინიციატივით 27 აპრილიდან ყოველ შაბათს დედაქალაქის სხვადასხვა დასასვენებელ პარკში გასართობი კონცერტები იმართებოდა, სადაც დამსვენებელს გემოვნებიანი მუსიკის მოსმენა შეეძლო. პროექტის ორგანიზატორი თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრი იყო. ეს უკვე მე-9 კონცერტია და ამით წელს ზაფხულს თავდება ეს კონცერტების სერიალი, ესე ვთქვა და ძალიან კარგი პროექტი იყო, იმიტომ რომ აი მოსახლეობას საშუალება მიეცა რომ მაღალი დონის და გემოვნებიან მუსიკას მოусმინოს, ასე ვთქვათ, უფასო. ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ ბევრ ბავშვებს ხედავთ, იმედი გვაქვს რომ ხალხი ისიამოვნებს და ძალიან კარგი სცენა გვაქვს, ჭრილში მოთავსებული, რაც ყველგან არ იყო, მინდა გითხრათ და დღეს სადღესასწაულო განწყობა გვაქვს სულ ყველას და იმედია ხალხი ისიამოვნებს. გორში რეაბილიტირებულ ციხის უბანში ქართლის ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის სტუმრებს ღვინის უფასო დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება აქვთ. ღონისძიების ორგანიზატორია შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ფესტივალზე წარმატებული ღვინის კომპანიებთან ერთად რეგიონის მცირე მარნები და მევენახე გლეხებიც იღებენ მონაწილეობას. ისინი ადგილობრივი უნიკალური ჯიშებისგან დაყენებულ განსაკუთრებული გემოს მქონე სხვადასხვა სახეობის ღვინოს წარმოადგენენ. ღვინის გარდა სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ყველის, მწვადისა და პურის შეძენის შესაძლებლობა აქვს. ასევე იყიდება ადგილობრივი წარმოების ჩირი, ჩურჩხელა, ტკბილეული სუვენირები, ნახატები და სხვა. ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. ფესტივალი არის როგორც ცაცხლეთი წარმოიდგინეთ, რომელიც ბიჭს აძლევს ფრიანად სფეროს განვითარებას. ჩვენ ამ ფესტივალით ვიწყებთ სერიას, მე დარწმუნებული ვარ, რომ გადაედება რეგიონებს და უკვე მუშაობთ ამაზე. იმიტომ რომ უნდა გაშდეს კონკურენცია, თვითონ ფესტივალზე არის კონკურენცია მეღვინეებს შორის, მაგრამ მე არის კიდე რეგიონებს შორის. ხო, იქაც საინტერესოა, ვინ უფრო მოიზიდავს ხალხს, ვინ უფრო კარგ ღვინოს გააკეთებს. მაგრამ თავარი ამ ეტაპზე მაინც სხვა არის. ამ ეტაპზე თავარია, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ღვინის მრავალფეროვნების გაზრდას. ესეთი ფესტივალები წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გაიმართოს, სულ ცოტაა, თუ ბევრი არა. ყოველ წელიწადს ხო საუკეთესო იქნება, ყოველ წელიწადს უნდა იმართებოდეს. სოფლიო გაგვიცნობს ალბათ. ეს არის ატენის ღვინო. ეს იყო ახალი 6-ე მეგემშვიდობებით, ნახვამდის.